მოგესალმებით მეგობრებო. ჩვენი პეტიცია, მეგობარი აქტის პეტიცია ნელ-ნელა მიიწევს წინ. და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საყვარელ ემიგრანტ ადამიანებს ჩამოართვეს ხმის მიცემის უფლება, რაც საოცრება არის და ამაზე არ ვიცი, ეს ცალკე რაღაცა უნდა ვილაპარაკოთ. ამას მიუძღვნენ ხა არაერთ გადაცემას ოპოზიციური, ვითომ ოპოზიციური არხები. მათაც უჭირთ ხელის მოწერა პეტიციაზე, მაგრამ ვიღაცებმა გამონახეს სხვადასხვა შესაძლებლობები, ასე შემდეგ. ამას წინათ კი მეგობართან ვიყავი სტუმრად და იქ ჩემი სხვა მეგობრებიც იყვნენ. და რა განგვიტრაგე საქმე ამ შენი მეგობარი აქტიდო, რა გააწყალე საქმეო, რა ამოგვიყვანე ყელში ეს ამბავიო, იმიტომ რომ მათ ჯერ კიდევ ხალხს გაბრუებული აქვს ტვინი, რა თქმა უნდა, სხვადასხვა არხებით, სხვადასხვა გადაცემებით, სხვადასხვა ესეთი სპეციალური მესიჯებით, რომ ვითომ რუსეთი უწლებელია, მე არ ვიცი თქვენ რომელ პოდკასტებს უსმენთ, მე ყველაფერს усმენ. იქითაც, აქეთაც რო შევადარო. ამიტომ იცოდეთ, რომ რუსეთის დაშლა დაწყებულია და ამას ბრწყინვალედ ახერხებს ჩვენი უსაყვარლესი ბატონი დონალდ ტრამპი, ჩვენი ამერიკის პრეზიდენტი, რომელმაც შემოიტანა ახალი სტილი პოლიტიკაში, ეკონომიკური ომები, ფინანსური ომები, ტარიფების ომები და ეს ძალიან მაგრად მუშაობს. კიდევ ერთხელ მინდა რომ ეს გავიაზროთ. ხდია, ვაჭრობა არის ტრამპის ერთ-ერთი უძლიერესი იარაღი. და სწორედ ეს მაძლევს იმის იმედს, რომ ჩვენი საქართველო, ჩვენი ბედკრული, თუ ღვთისმშობლის წილხვედრი გადავწყვიტოთ საბოლოოდ რომელია, ზუსტადაც რომ ამ ვაჭრობის ტრამპის აი ამ უძლიერესი იარაღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი და ცენტრი ხდება. ეს ძალიან კარგად იცის ბატონმა ბიძინამაც, ისეც ვაჭრობაში შედის და ფიქრობს, კაცო, დამტოვეთ, მე აქ ვიქნები, მე ვაჭრეთ, არა გენაცვალე. სატრანზიტო გზაზე უნდა გაიაროს ძალიან ბევრმა სერიოზულმა ტვირთმა, ზოგიერთი სტრატეგიული დანიშნულების თვირთი იქნება და თქვენ არავინ გენდობათ ამ თვირთებს. ამიტომ თქვენ უნდა შეიცვალოთ. შესაბამისად, საქართველო და შავი ზღვა ხდება სტრატეგიული. მე ისიც დავწერე ჩემს Facebook-ზე, რომ აფხაზეთის დაბრუნდება მეთქი და ხალხმა დამცინა. მაგრამ ეს ძველი თაობის ხალხი იცინეს. ჩვენი ახალი თაობის ახალგაზრდები არ დამცინიან არაფერში სხვათა შორის. და ჩვენზე უკეთიციან რა და როგორ მოხდება, იმიტომ რომ ესენი ჯენზები არიან და სხვანაირად აქვთ გონება განვითარებული. აბა წარმოიდგინეს, რომ იმ ბრძოლაში, როდესაც ამერიკა ებრძვის ჩინეთს, რომ იშვიათი მეტალების მონოპოლია ჩაახსნევინოს ჩინეთს, ხელშეკრულებას დებს C5-ის ქვეყნებთან. ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი, კიდევ, მოკლედ ეს ქვეყნები რა. თურქმენეთი, ყაზახეთი და ასე შემდეგ. ლატო ამ ძვირფასმა ტვირთებმა სადნა გაიაროს ბიძინას საქართველოში? არა. ესე რა ქვია, შავ ზღვაში უნდა გაიაროს ბიძინას მმართველობის ქვეშ მყოფ საქართველოში, რა თქმა უნდა არა. საქართველო უნდა იყოს ძლიერი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული, დალაგებული ქვეყანა და აქ არ უნდა ტრიალედეს ამდენი შავი ფული, რომელიც ჩვენს ეკონომიკას ფაქტიურად ანგრევს. ასე რომ მეგობრებო, მე ძალიან დიდი იმედებით ვარ ახსავსეთ, ეხა არ დამიწყოთ უკრაინაში, რატო არ ეხმარებ? წითელი ხალიჩა, რატო დაუგო? იქ ლიმუზინში რო ჩაშდა, რაზე ელაპარაკა? აი ეს ტექსტები არ დავინახო, ეს მე მაგიჟებს იცოდეთ. უკრაინამ იმ 100 მილიონის მიხედოს, რომ დაიკარგა, მაგ ფასად ერთ გუმბათს ააშენებდა.